ცვლილებების პროექტი, რომელიც პლასმასის მასალაში შეფუთული სურსათის ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს, რეგულაცია ორ ეტაპად ამოქმედება და შეეხება როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ისე სურსათის წარმოებასა და იმპორტს. გამონაკლისის სახით მზესუმზირი ზეთი და 10 ლიტრამდე მოცულობის სასმელი წყალი რჩება. რაც ემსახურება ეს ცვლილება და რამდენად მზად არის ბაზარი ახალი რეგულაციების ამოქმედებისთვის, თემაზე აგრორუბრიკის ფარგლებში სტუმართან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან სოლომონ პავლიაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. ისე დაემთხვა, რომ ბოლო პერიოდში მე და თქვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაციის შესახებ მივაწოდეთ მაყურებელს ინფორმაცია და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია. თავდაპირველად რომ განმარტოთ, რა ტიპის რეგულაციაზეა საუბარი, რას გულისხმობს და მერე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. რატო მოხდა ერთგვარი გამონაკლისის დაშვება ზეთსა და დაუშვათ წყლის ბოთლებზე? თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს მასშტაბურ რეფორმებს სურსათთა შეღებაში პლასმასის ნაკეთობების, პლასმასის მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად და აღარ დაუბრუნდები ეტაპებს, რომელიც უკვე თქვენთან არაერთხელ გაგვიხილავს. ეხლა შემდგომი ეტაპი არის, უკვე თქვენ აქ ახსენეთ, ეს არის ეგრეთ წოდებული ჰორეკას სექტორში, ეს არის რესტორნების და სასტუმროების ქსელი და საერთოდ კვების ობიექტებში პლასმასის ნაკეთობების გამოყენება. ეს იგრძელება 1 ივლისიდან და ჩვენ ახლა ვაცხადებთ, იმიტომ რომ მოსამზადებელი პერიოდი გქონდეთ. თუმცა მიუხედავად მაგისა, ჩვენ როცა ბიზნესს ხვდებოდით, არა, მაინც მაშინაც გაჟღერებული ჰქონდა, რომ ეს ინიციატივა ექნებოდა საქართველოს მთავრობას შემდგომ ეტაპზე. ანუ საუბარი რაზე არის, ვაზუსტებ კიდევ, ეს არის სარესტორნო ქსელი, ეს არის კვების ობიექტები და სასტუმროები, სადაც არ უნდა მოხდეს სწორედ პლასმასში განთავსებული, ასე ვთქვათ, დასალევის საშუალებების, სასმელების, მინერალური სასმელების და ნებისმიერი სასმელების გამოყენება და ზოგადად პლასმასთან შეხებაში არსებული ნაკეთობების გამოყენება სურსათთან. ეს უნდა აიძულოს პირველად უნდა იყოს საჩვენებელი. ისე როგორც ჩვენ საჩვენებელი გავხადეთ, თქვენ კარგად იცით, იგივე საბჭოთა ორგანიზაციები, როგორც ესე იგი ერთ-ერთი მაგალითი მიმცემი, რომ შემდგომ მოხდეს მისი ტირაჟირება, იმიტომ რომ 1 აპრილიდან უკვე იგრძალება საბიუჯეტო შესყიდვებს ვინც ექვემდებარება, იქ ასე ვთქვათ, პლასმასის ნაკეთობაში განთავსებული სასმელების შესყიდვა. ეს ერთი. შემდგომი ეტაპი არის ეს მეორე ეტაპი და რაც თავარია, შემდგომ მესამე ეტაპი გვექნება კიდევ, რომელიც შეიძლება ახლა ვთქვა და განვაცხადოთ, მაგრამ მათ ვადა აქვს თითქმის 1 წელიწადი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ უნდა ვთქვათ პლასმასზე უარი და ნებისმიერი მარკეტებში, ქსელებში პლასმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს. ეს არის შემდგომი ეტაპი. ამიტომ ეს იქნება მომავალი წლის სადღაც დავარაუდოთ თებერვლიდან. ესეც ინიციატივაა, ჯერ რა თქმა უნდა, მთავრობაც არ მიუღია გადაწყვეტილება, მაგრამ ისე მივდივარ ჩვენ ეტაპობრივად, რომ ესე იგი უცებ ბიზნესს არ დააწვეს. და ვიცი რას თარ შეეხება, რა რაოდენობა არის წარმოებული და ბაზარზე რა რაოდენობა თავსდება ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ აქვე განმარტავენ, რომ ექსპორტი არ ეზღუდება. მათ ექსპორტის ბიზნესისთვის ნებისმიერ მიმართულებას შეუძლია დაწარმოება. მას შორის არის ებჯერადები, მას შორის არის კონტეინერები, ჭიქები და ნებისმიერი სხვა. აქ საუბარია გამოყენებას. აქ საუბარი მიწოდება შიდა ბაზარზე. კი ბატონო. დავაზუსტებ. ზედა წყალზე რატოა გამონაკლისი, ესა დავაზუსტოთ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბრობთ ბიზნესისთვის გარკვეული დროის მიცემაზე. აი ამ კონკრეტულ რეგულაციის შემთხვევაში ბიზნესი იყო თუ არა ინფორმირებული, ქონდეთ თუ არა მათთან შეხვედრა და რა ძირითადი გამოწვევების წინაშეა დღეს თქვენი გადმოსახედი და ბიზნესი აი ამ ნაწილში, იმიტომ რომ რეალურად ყველა ეს მიმართულება დამატებით ხარჯს იწვევს ბუნებრივია მათთვის. ჯერ ეგერთი აქ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზესობზირის ზეთზე თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ მაინც რომ ეს მოსახლეობის სამოხმარო კალათაში ერთ-ერთი გამსაზღვრელი არის და ეს მოიხსენებათ, რომ დასამალი არ არის და უნდა ითქვას, რომ ეჯერადად შესაძლებელია ეს პროდუქცია გაძვირდეს კიდე სწორედ აი ამ მასალის გამო. ამიტომ თავი შევიკავეთ ზეთთან დაკავშირებით. რა შეეხება წყალს, დავაზუსტებ, ესე იგი 10 litrამდე კი არა, 10 litris ზევით არის გამონაკლისებში რჩება. იმიტომ რომ 10 litrამდე შესაძლებელია კიდე იმპროვიზაციები დაიწყოს და სხვადასხვა იგივე გამაგრებელი სასმელების ჩამოსხვა დაიწყოს, ასე ვთქვათ, იგივე 3 litrიანებში და არის კიდეც 4-იანში, 5-იანში და შემდეგ, მაგრამ 10 litras ზევით მარტო წყალი დავტოვეთ, იმიტომ რომ მაინც წყალის ხშირ შემთხვევაში დეფიციტური იქნება და იგივე რეგიონებში, იგივე თბილისში ხშირად არის ეს წყალის მიწოდება შეფერხებით ხორციელდება, ამიტომ მივიდეს მოსახლეობას ამ მიმართულებით შეიძლება გამოიყენო. მხოლოდ წყალთან დაკავშირებით სხვა სასმელები გამორიცხული არის. აი ეს იყო ორი კომპონენტი, სადაც შემიძლია ვთქვათ. რაც შეეხება ბიზნესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ როცა შევხვდით ბიზნესს, ეს უთხარით ჩვენ, რომ ეს სამომავლო ამოცანები იქნებოდა აქეთკენ მიმავალი. ერთადერთი მნიშვნელოვანი რაც იყო ბიზნესი ყოველთვის წუხილი ჰქონდა და გამოწვევა იყო ვადებთან დაკავშირებით. აი ვადები შეიძლება გადაიწიოს ვადები, მაგრამ მე მგონი ახლა უკვე იმდენი ვადა აქვთ მიცემული მათ, რომ ეს საკმარისად უნდა აღმოჩნდეს და ალტერნატივები უკვე არსებობს.
ჩვენ ისეთ რამეს კი არ თავაზობთ, რომელიც არ არსებობს. ალტერნატივები, რასაც ვლაპარაკობთ, იგივე ქილაში ჩამოსხმული, თქვენ ახლა კომპანია რო დავასახელოთ, ამ შევიკავებთ, სხვა რეკლამაში გამომივიღოთ, მაგრამ არის კომპანიები, ვიცი მე, რომლებიც ფაქტობრივად იმდენს აწარმოებენ ქილაში ჩამოსხმულს, რაც ფაქტობრივად თანასწორი არის პლასმასთან ჩამოსხმულში და ამიტომ ახლა უნდა გადავეწყოთ ამაზე, უნდა ყველამ ეს ასე ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკური ნება უნდა გავითავისოთ, როგორც საზოგადოებაც პირადად ჩემგან დაწყებული, თქვენგან დაწყებული, ყველამ და რა თქმა უნდა, იგივე ტელევიზიამაც, ყველამ და ყველაც უჭირდება აქ სადღაც სტრობერის სამაღლება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად ყველანი შევძლებთ, რომ ერთხელ და საბოლოოდ დავასრულოთ ამ პლასტიკის დაბეძურება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის კატასტროფულად მძიმე. ყოველგვარი გაზვედების გარეშე. პლასტიკის დაბეძურება. რეალურად რა მასშტაბით შეიძლება შეამციროს აი ამ რეგულაციებმა, აი ეს რაც ფორმულირება ახლა ახსენეთ, კატასტროფულად მძიმე და მარტო თქვენ არ ხართ, რომელიც ამ შეფასებას აკეთებთ ამ არსებულ სიტუაციაში, რამდენად შესაძლებელია, პროცენტულად რომ ვიან დაახლოებით გაზომვადი თუა, რამდენად შეიძლება შეამციროს აი ამ რეგულაციებმა ეს დაბინძურება? დაახლოებით დაბინძურების საშუალო მოცულობა წელიწადში არის გარემოში საერთოდ იყრება დაახლოებით 6000, 4000 და 600 ტონამდე პლასმასი და ძირითადად არის ერთჯერადი გამოყენება. როცა ჩაატარა მსოფლიო ბანკმა შემოწმება და ასევე გაერომ ჩაატარა შემოწმება, აღმოჩნდა რომ ჩვენი მდინარეების და საპილოტე იყო ჩაატარდა მდინარე რიონზე, მათ შორის მის შენაკადებზე დაბინძურების 51% მოდიოდა სწორედ პლასმასის ბოთლებზე მოდიოდა. 18% იყო თქვა ჭიქები და თავსახურები და ასე შემდეგ. ამიტომ ერთჯერადი გამოყენების მოცულობა არის დაახლოებით 700 მილიონი ცალი ქვეყანაში. ანუ მოხმარებელი ქვეყანა ვართ, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ვიყენებთ ერთჯერადი გამოყენების ამ პლასმასის ნაკეთობებს. დიდი რაოდენობით ძალიან. ფაქტობრივად ესე იგი და მისი მართვა არ ხორციელდება, როგორც უნდა იმართებოდეს, როგორც ნარჩენი ვერ იმართება. კარგად ეგეც გამოწვევა აქვს ჩვენ ქვეყანას და არავინ არ მალავს ამას, მაგრამ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, ეს გარემოს ნაწილია, რომელსაც ველაპარაკობ. მეორე მხარე არის ჯანმრთელობის მიმართულები და თქვენ ალბათ უსმენთ, რომ სამედიცინო პერსონალი როგორ განცხადებას აკეთებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და როგორი ესე ვთქვათ, არ დავამძიმე მე, როგორი საზიანოა ადამიანების ჯანმრთელობისას და უამრავ მიმართულებით აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს. ამიტომ აქ არის ორი მიმართულება, მარტო გარემოზე არ უნდა ვიფიქროთ, ეს არის იგივე ადამიანის ჯანმრთელობაზე და ამიტომ ეს არის კომპლექსური თემა და ეს არის უზარმაზარი თემა და მე მჯერა ჩვენ ამას დავძლევთ, იმიტომ რომ მასშტაბები არის რა თქმა უნდა, მაგრამ ალტერნატივის საშუალებაც არის. იგივე გაჩნდება თუ ერთჯერადზე ვლაპარაკობთ, იგივე გაჩნდება მუყავო, გაჩნდება ხის, გაჩნდება ხო, რამდენად ისე დროულად გაჩნდება, რომ დეფიციტი არ შეიქმნება, რამდენად მნიშვნელოვნად არ გააძვირებს ეს პროდუქციას, ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შეხვედრა უკვე საფუძველია, რომ ბიზნესს ამაზე იფიქროს. და უკვე ეს შეხვედრა განადღეს გაიმართა, რომ ამ შეხვედრა გავმართეთ ჩვენ დაახლოებით 1-10 თვის წინ. ამაზე ვსაუბრობთ უკვე ერთი წელია ფაქტობრივად, მაგრამ სისტემატურად უკვე დავიწყეთ საუბარი ივლისის თვიდან. ამიტომ ბიზნესი ემზადება ამისთვის და როცა მოთხოვნა გაჩნდება, მიწოდებაც აუცილებლად გაჩნდება ყველა შემთხვევაში და მე და გარდა მაგისა აქ ფასებზე რო შეძლაპარაკი, რა თქმა უნდა, ერთჯერადი შეხედვით შეიძლება გაძვირდებათ, რომ გრძელვადიან პერიოდში მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი, აი, ვისაც შემდგენ კარგად გამიგებს მსმენელი, უფრო ფასები უფრო მინიმიზირდება, იმიტომ რომ თუ მრავალჯერადი ჭურჭელის გამოყენება შეიძლება ბევრჯერ, ერთჯერადი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, მისი გრძელვადიან პერიოდში ფასები მინიმიზირდება და უფრო შეიძლება ეფექტიანად შეიძლება რომ მრავალჯერადი დაუშვათ სუპერმარკეტების ქსელებში თუ იგივე სამასპინძლო სექტორში იყოს გამოყენებული, როდესაც საკვე პროდუქტს ეხება. იცით რა არის ძალიან ცუდად სახედაში გადასახედა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ცნობიერების ნაწილი. ამ ცნობიერებაზე სამუშაო გვაქვს ჩვენს, თქვენს და ყველას ერთად და მე ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ყველაფერი დაიხვეწება და საბოლოოდ ქვეყანაზე უდავოდ ექნება პოზიტიური შედეგი ამ მიმართულებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ და კვლავაც ბუნებრივია ამ თემის აქტუალობის გათვალისწინებით დაუბრუნდებით. სალომონ პავლეაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.